ოჯახის სიწმინდის დღე აღნიშნეს აჭარის მაღალმთიანეთშიც თარიღთან დაკავშირებით ხალთის ეპარქიის მთავარ ეპისკოპოსმა მეუფო სპირიდონმა ხიჭაურის სამლოცველოში პარაკლისი გადაიხადა და წყლით კურთხევის ცერემონიალი გამართა. ხალთის ეპარქიის ღვთაებსახურები ნაკურთხალს გზებზე ასხურებდნენ. ისინი ხიჭაურიდან გოდერძის უღელტეხილის, სხალთა ხიხაძირის, მარეთის, ჭვანისა და ქედის მიმართულებით გაემართნენ. 17 მაისი საქართველოში გამოცხადებულია მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით ოჯახის პატივისცემის დღე, მშობლების პატივისცემის დღეთ არის გამოცხადებული და სრულიად საქართველოში ყველა ტაძარში აღევლინება პარაკლისი და იკურთხება ყველა ეპარქია. ჩვენ აი ხალთის ეპარქიაში მისი მაღალყოლადოსამდელოესობის ხალთის მთავარ ეპისკოპოსის სპირიდონის ლოცვა-კურთხევით აღვესრულა პარაკლისი მისმა მაღალყოლადოსამდელოესობამ აკურთხა წყალით. დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ხალხისთვის, იმიტომ რომ პატრიარქმა 17 მაისი გამოაცხადა ოჯახის ერთიანობის დღეს და მე ვისურვებდი რომ ყოველი ქართლის ოჯახში ყოფილი იყოს, რა თქმა უნდა, ერთიანობა, რწმენა და ერთმანეთის სიყვარული.